თბილისში მშენებლობის ნებართვის გაცემა გამარტივდა დედაქალაქის მერიაში წარსადგენი დოკუმენტების რაოდენობა შემცირებულია, გარკვეული ადმინისტრაციული ბარიერებიც მოხსნილია კერძო სექტორისთვის. ნებართვის მიღება ადრინდელი 20 დღის ნაცვლად ახლა უკვე 5 დღეშია შესაძლებელი. შენობის ფასადის შეცვლასთან დაკავშირებით თბილისის მერიაში შევიტანეთ განაცხადი, რაზეც ძალიან მარტივი პროცედურის გავლის შემდეგ მივიღეთ ნებართვა. თინათინ დარბაიძეს შენობის ფასადის რეკონსტრუქციის ნებართვა მერიამ ზუსტად 5 სამუშაო დღეში მისცა. გამარტივებული პროცედურების შესაბამისად მან უწყებაში მხოლოდ რამდენიმე დოკუმენტი წარადგინა და რეკონსტრუქციის უფლებაც უპრობლემოდ მიიღო. პოლიტკოვსკაიას 10 ნომერში მდებარე საგანმანათლებლო ცენტრის გარე ფასადი მერიის დადგენილების თანახმად მალე ახალ სახეს მიიღებს. შეიცვლება კარფანჯარა და შენობაც მთლიანად შეიღებება. გადაწყვეტეთ შენობის რეკონსტრუქცია, ფასადის რეკონსტრუქცია, რასთან დაკავშირებითაც მიმართეთ თბილისის მერიას. ნებართვა მივიღეთ ძალიან სწრაფად, 5 სამუშაო დღის განმავლობაში, გამარტივებული პროცესებიდან გამომდინარე, დოკუმენტაციის წარდგენა და ნებართვის მიღების ვადებით ძალიან გამარტივებული და შეკვეცილია. თბილისის მერიის მიერ ინიცირებული ახალი პროექტი ამ სფეროში მომსახურების გაუმჯობესებასა და სამშენებლო ნებართვების გამარტივებას ისახავს მიზნად. შემცირებულია წარსადგენი დოკუმენტების რაოდენობა, ხოლო ნებართვის მიღება ადრინდელი 20 დღის ნაცვლად ახლა უკვე 5 დღეშია შესაძლებელი. არქიტექტურული პროექტი იყო საჭირო, კონსტრუქციული დასკვნა და ასე შემდეგ. სამშენებლო დოკუმენტის პროექტის შემადგენლობაზე აქვს საუბარი. დღესდღეობით არის გამარტივებული და შეგიძლიათ წარმოადგინოთ შემცირებული ფორმით დოკუმენტაცია და ეს დოკუმენტაცია გახლავთ არსებული სიტუაციის ამსახველი ფოტომასალა, ფოტომონტაჟი, ანუ საპროექტო გადაწყვეტით, როგორი იქნება ინფორმაცია ფართის საკუთრების შესახებ და ამხანაგობის კრების ოქრო. გაიზარდა იმ სამშენებლო სამუშაოების ჩამონათვალიც, რომელიც არ საჭიროებს მშენებლობის ნებართვას, თუ კი მესაკუთრე გადაწყვეტ შეცვალოს დაზიანებული ფანჯარა იგივე ზომის ახალი ფანჯრით, მაშინ მას ნებართვა აღარ სჭირდება. მერიისგან დასტური საჭიროა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რეკონსტრუქციის შედეგად იცვლება ზომები და საერთო ფასადი, ან თუ რესტავრაცია ისტორიულ ძეგლს ეხება. ორი ტიპის გამარტივება ერთი არის, როდესაც თვითონ საპროექტო დოკუმენტაციის წარმოდგენა არის განახევრებული, მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანო მხოლოდ არქიტექტურული პროექტის საფუძველზე გასცემს მშენებლობის ნებართვას. დანარჩენი დოკუმენტაცია უნდა კონდეს დამკვეთს უბრალოდ ადგილზე და არ არის მისი წარმოდგენა სამსახურში სავალდებულო. რაც შეეხება მეორე ნაწილს, ეს არის გარკვეული ტიპის სამშენებლო სამუშაოებზე, ნებართვაც აღარ არის საჭირო და წერილობით თანხმობით გაიცემა. კიბის მიშენება, ფანჯრის გამოსვლა, კარების გამოჭრა, ფასადის რეკონსტრუქცია. ამ და მსგავს სამშენებლო სამუშაოებზე თბილისის მერია ნებართვებს უსასყიდლოდ 5 სამუშაო დღის განმავლობაში გასცემს.